რასაკეთე? რა გინდა? საერთოდ თეფშიდან აი არ შეიძლება ეს რომ აი უნდა აიღოთ დანა ჩანგლით. მოგესალმებით არაჩვეულებრივი დელირიიდან. Bonsoir. დღეს გავიგებთ თუ როგორ მივირთვათ კარაკი. და აი ესეთ მდგომარეობაში ვარ სულ. იცოდით რომ ლეგენდის თანახმად კარაკის შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც რძე გადარქონდა. ყევის შედეგად ცხიმი გამოიყო და მიიღეს ბიჭო კარაკი. არაკი. კაი, რამდენი გრამი შეიძლება დღეში ადამიანმა რომ მიიღოს მაქსიმუმ? ჩემი აზრით 1.5 კილო რომ მიიღო, მაქს ალბათ არ მოხდა. რეკომენდირებულია დღეში მაქსიმუმ 30 გრამი კარაკი. ჭიქა დაიჭერე ნორმალურად. როგორ ნორმალურად აი ესე უნდა დავიჭირო. შენზე ფიქრე, ბედავს გულით ავხედი. სადგეძებო, კარგი, რა შეიცავს? რომელი ვიტამინებს თუ იცი? რაი შეიცავს A, D, K2 ვიტამინი. აი, ავიღოთ პური. რასაკეთე? რა გინდა? განიც აი საერთოდ თეფშიდან აი არ შეიძლება ეს რომ აი უნდა აიღოთ დანა ჩანგლით. რეკომენდირებულია რომ კარაკი ავიღოთ, მოვა მშვები ბიჭო. ჯერ დამასრულებინე ავხსნა და მე დაიწყე. კარაკი ავიღოთ და დავადოთ პირდაპირ ზედ. არა, ჩქონახე. აი, აჰა, დავობთ. კარაკი უნდა გადმოიღო შენს თეფშზე და მერე რა დაჭირო ამდენი ძვალება? ნახე, იწყებ დასაწყისში ხელ შეიძლება შეიძლება და მერე რა თქმა უნდა. მაშინ მე თეფშს ავიღოთ. რატო? რატო შენ ის გიჟერს? ძიანი კარაკიანი პური მე თეფშიც კარაკიანი მეჭირება. ნახე ჩქო. ეხლა მან დუსვი ალბათ გრამ ნახევარი სულ. ეს შენ გონია. მინიმუმ 5 გრამი წავუსვი. მაგრამ ესა 5 გრამი. თეფში დადები ნორმალურად. დააგთხოვე ხო უკვე მართლა ნერვოსში. კაი, ხო, ვსე კარაკი წავუსვი. მერე რა ვშვებით? მერე ჭამო და რა უნდა ვქნა. იზაბებნო ჭამო? არა, დანა ჩანგლით დავჭრი და ისე შევჭამ. არ არის საჭირო რომ დაიტანჯო. თავი მოიკლა და რაღაცა იმაიმუნო ესე. ადექი. შენ მე ახლა მაყენებ შეურაცხყოფას. ადექი ძმაო. ჭამე რა. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეეხება, აჩიკო მომისმინე თუ შეიძლება. კრუასანის და ფუნთუშის შემთხვევაში არ არის საჭირო დანაჩანგელის გამოყენება, მაგრამ კარაკიანი პურის შემთხვევაში აუცილებელია გამოვიყენოთ დანაჩანგელი, დავანაწილოთ და ისე მივირთვათ. ცოტა უნდა დავჭრა ახლა. იმიტომ რომ კარაკიანი პურია და ცხიმიანია. ესე ავიღებთ, ხელი არ დაგვითხაროს. უკმებათ უნდა დაანაწილო. აი ესა პურის და კარაკის შეურაცხყოფა საკითხი. გააძურა თეფშ ძირი. მაშასე მეგობრებო, მოგეხსენებათ თქვენი გადაწყვეტილება თუ როგორ მიირთვათ კარაკიანი პური. დავანაწილე და მზადარი რომ მივირთვათ. თუ ჭამოთ კარაკიანი. შავუყავი პურს ბიჭო. თქვენ თუ გინდათ ერთი კარაკიანი პური შეგიძლიათ დააჭრათ და 1.5 საათის მერე ჭამოთ. მე მეორეზე გადავაგმანოთ. ძალიან კომფორტულია. მეგობრებო, სანამ ბონდი ერთს შეჭამს, მე სამს შევჭამ. მაშასე მეგობრებო, დღეს წარგიდგინეთ თუ როგორ უნდა მიირთვათ კარაკი და გადაწყვეტილება თქვენზეა. გემრიელად მიირთვით. Bon appétit.